კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული. გამარჯობა, ეს რადიო იმედია და ახლა უძრავი ნივთის ყიდვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საყურადღებო საკითხს გაგაცნობთ. ვიცით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულებას კისრულობს გადასცეს მყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ქონება საკუთრებაში, ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს ეს ქონება და გადაიხადოს განსაზღვრული საფასური. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი უძრავი, მოძრავი ქონება და არა მატერიალური სიკეთე. ამ უკანასკნელში იგულისხმება მაგალითად საჩუქარი, რომელსაც მომავალში გადმოგცემენ, მემკვიდრეობა, რომელიც მომავალში უნდა მიიღოთ და სხვა. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე პირთა გაერთიანებებიც, მაგალითად ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა, კავშირები და ასე შემდეგ. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითიც. და მთავარი თემა. ნასყიდობა არსებობს განვადებით და ასევე გამოსყიდვის უფლებით. განვიხილოთ თითოეული მათგანი. უპირველესად უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულებები წერილობით უნდა გაფორმდეს. განვადებით ნასყიდობის დროს გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთს ფასი სრულად გადახდამდე. მყიდველი ნივთის ღირებულებას ფარავს ნაწილ-ნაწილ მხარეთა მიერ განსაზღვრულ დროის შუალედებში. მარტივი მაგალითი, რომელიც ბევრისთვის ნაცნობია, მობილური შეძენა განვადებით. თუ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია გამოსყიდვის პირობით, მაშინ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში გამყიდველს შეუძლია საკუთარი ქონება უკან დაიბრუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების მეპატრონემ თავისი ქონების გაყიდვის დროს მყიდველს, იგივე ქონების შეძენის მსურველს დაუდოს ხელშეკრულება ქონების უკან დაბრუნების უფლებით, ანუ გამოსყიდვის პირობით მხარეთა მიერ დათქმული დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში მყიდველს ვადის გასვლამდე ეკრძალება ქონების გასხვისება. მაქსიმალური ვადა 10 წელია. ვიცოდეთ მეტი და ვიყოთ დაცულები. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ელენე ებანოიძე. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგეხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით, დაიყავით დაცული.